ერთი ჩვეულებრივი სავარჯიშო დღე იყო და ჩემს ტრენერთან ერთად განვიხილავთ თუ რა შიშები მაქვს, თუ რა შიშები გვაქვს ზოგადად და მაგ დროს გამახსენდა ჩემი ერთ-ერთი შიში, არა უფრო დისკომფორტი. აეროპორტების ფრენის შიში მაქვს, იმიტომ რომ ან თვითმფრინავზე ვაგვიანებ, ან მატარებელში არასწორად ავდივარ, უბრალოდ აეროპორტი ძალიან სტრესავს. და სულ გული რომ მიჩქარდება, სანამ ჩეკინს გავივლი, პირად მონაცემებს შევიყვან და მთელ ერთ სიკვდილს ვათავებ ხოლმე. და როგორც კი გავიაზრე, რომ მე მაქვს აეროპორტის ფრენის და მსგავსი რაღაცების შიში, ოღონდ როცა მარტო ვაკეთებ ამ ყველაფერს, შევდივარ აპლიკაციაში, ვნახულობ, როდის ვარ მე თავისუფალი, მაგის მიხედვით ვეძებ ბილეთებს, თუ სად შემიძლია ცოტა ბიუჯეტურად წავიდე, ვყიდულობ ბილეთებს ესპანეთის მიმართულებით, არც დასერჩილი მაქვს რა უნდა ვნახო. არც ის მომიძებნია თუ სად უნდა დავიძინო, მინდოდა რა ყველაფერი ინსტინქტურად, იმპულსურად იქ გამეკეთებინა. არც ის ვიცოდი აეროპორტიდან ქალაქში როგორ მივიდოდი და ქალაქში სად მინდოდა ღამის გათევა. სასტუმროები რა ფასად იყო, არაფერი არ ვიცოდი. დაახლოებით ვიცოდი რა თანხა შეიძლებოდა დამჭირვებოდა 2 დღისთვის. როგორც კი გავიაზრე, რომ ეს შიში მქონდა და გადავწყვიტე, რომ ამ შიშის პირისპირ დამდგარიყავი, უახლოესი თარიღი იყო შემდეგი კვირა. ამიტომ შემდეგი კვირისთვის ბილეთები ვიყიდე. ძალიან ნერვიულობდი თვითონ ჩეკინის გავლის მომენტზე, მერე აეროპორტში მისვლა. არ ვიცი რამ სტრესავს და საიდან მოდის ეს შიში, მაგრამ ჩეკინი გავიარე, აეროპორტში მივედი, კონტროლი გავიარე, ესპანეთში ჩავედი. და მან დაიწყო. უკვე დავიწყე მოძებნა, როგორ შემეძლო ცენტრში მივსულიყავი. მივედი სადგურში, ვიყიდე ავტობუსის ბილეთი, ავედი ავტობუსში, გავიცანი ერთი ძალიან საყვარელი თურქი გოგო. ჩავედი ესპანეთში. დავიწყე ქალაქში სეირნობა და თან დასერჩვა თუ სად რა ადგილია. ვნახე ერთ-ერთი ხიდი, რომელიც გაკეთებული იყო ეიფელის კოშკის რკინისგან. და ჩვენ ხო გვაქვს ქუთაისში წითელი ხიდი, რომელიც ეიფელის რკინისგან არის გაკეთებული. ხო და ეგ ხიდი ვნახე. მოიცი, წითელი ხიდი თუ ჯაჭვის ხიდი? მე მგონი წითელი ხიდი. არ ვახსოვს ბოდიში ქუთაისო. წავედი, ეგ ხიდი ვნახე, ღირს შესანიშნაობებით დავათვალიერე, შემდეგ დავიწყე სასტუმროს მოძებნა, უკვე საღამოვდება. ზოგი ძალიან ძვირია, იმ მომენტში რომ მომინდა. ზოგი ძალიან ძვირია, ზოგი ძალიან შორია, მე კიდე არ მინდოდა ბევრი ბოდიალი, სადღაც ცენტრში მინდოდა. დავიწყე ფეხით სეირნობა და ესე რომ დავინახავდი რაღაც ადგილებს, შევდიოდი და ვკითხულობდი, ერთგან არა, მეორეგან არა და მესამეგან, ქალაქის ცენტრში ძალიან იაფად ვნახე ძალიან საყვარელი ოთახი. ავედი, ჩეკინი გავიარე, თანხა გადავიხადე, გამოვედი, ქალაქში ვისეირნე, საჭმელადაც გავედი, საღამოსთვის, სახლისთვის სასუსნავებიც ვიყიდე და ეგრე დამთავრდა ჩემი დღე. დილით ადრე ავდექი, გამოვედი, რადგან წინაღამით დავინახე რამდენიმე ლამაზი კაფე, იმ კაფეშიც შევედი, მეორე დღის ტური მქონდა დაგეგმილი და ვეწვიე იმ ადგილებს, სადაც სამეფო კარის თამაშების კადრები გადაიღეს. კომპლექსი მქონდა, რომ მარტო ფოტოები უნდა გადამეღო, მაგრამ არ აუშავდა, შტატივი გამოვიყენე და ფოტოები გადავიღე. ძალიან ბევრი არა, მაგრამ რაღაცა სამახსოვრო ფოტოები მაინც გადავიღე. შემდეგ დაიწყო წვიმა. არც მაგაზე არ დავნებდი, ქოლგა ვიყიდე. ქოლგით შემოვიარე სამეფო კარის თამაშების სცენის ადგილები, ძველი ქალაქები, ულამაზესი ქუჩები, მე ვიყავი ქალაქ შირონაში. დაახლოებით 4 ადგილას ვიყავი სასაუზმოდ, იმიტომ რომ ძალიან საყვარელი კაფეები იყო. ბოლოს ჩეკინიც გავიარე, უკან წამოვედი აეროპორტისკენ 7-დან, აუღელებლად, უკვე ღამით 12 საათზე პიზაში ვიყავი. ხო და ამით თქვა მინდა, ზოგიერთი შიში არის გამოგონილი. განსაკუთრებით, როცა იმიგრაციაში ხარ და მარტო ხარ, ძალიან გინდა ხოლმე რომ რაღაცები მარტო აკეთო. ეს ჩემი საქციელი ერთი იყო, რომ ჩემი შიშის პირისპირ დავდგარიყავი და ეს შიში არის ჩემი გამოგონილი და აეროპორტი არ ჩემჭავს, არ ჩამკბის და რაღაცას არ დამიშავებს, ეს მთლიანად ჩემი გამოგონილია და მეორე ემიგრაციაში ეჩვევი რაღაცების მარტო კეთებას და უკვე მარტო სეირნობა, მარტო რესტორანში სიარული, მარტო ყავის დალევა, შენ თავთან მარტო ყოფნა, დიალოგი ძალიან სიამოვნებს. და ერთ-ერთი ეგეთი დღე იქნება ხვალ. ქონდა თავისუფალი 2 დღე და ვფიქრობდი სად წავსულიყავი, რადგანაც ფულები ბევრი არ მაქვს და ევროპაში ვერ ვიმოგზაურებდი, გადავწყვიტე რომ ისევ იტალიაში, ოღონდ სამხრეთ იტალიაში წავსულიყავი, ამიტომ ხვალ ჩემს შიშს კიდევ ერთხელ ჩავხედავ თვალებში, ოღონდ ნაკლები გულის აჩქარებით და აეროპორტში 4 საათით ადრე არ მივალ და მივალ 2 საათით ადრე ან საათნახევრით ადრე. ამასაც იმედია გადავლახავ და რეალურად ეს პატარა შიშების გადალახვა, რეალურია თუ არა რეალურია, მაინც რაღაცა შინაგან სიამოვნებას მანიჭებს. ხო და რატომაც არა, ერთხელ ცხოვრობთ. გვეშინია, გვეშინოდეს, მაგრამ ამის მიუხედავად წინ წავიდეთ. კარგად ვართ, ვიყოთ უბრალოდ კარგად, ანუ რატო შეიძლება გავართულოთ ისედაც რთული ცხოვრება? თუ რაღაცა რთულია, ერთი ფრაზა მოვისმინე,
ყველაზე კარგი რჩევა შემთთვის რა მოუციათო და ის ბიჭი პასუხობს, რომ როგორ გავაკეთებდი ამ ყველაფერს მარტივად რომ შემეძლოს. რაღაცა რო გვირთულება ან პრობლემას ვხედავთ, უცებ რომ მოვუწყდეთ რეალობას და როგორ გავაკეთებდით ამას ძალიან მარტივად რომ შეგვეძლოს ამის გაკეთება. და უცებ ისე მარტივდება რაღაცები, რადგან მოხდა რაღაც ფაქტი. ერთი რომ შეიძლება იყოს რთული ან არ იყოს რთული, მაგრამ ჩვენ ამას ვხედავთ ძალიან რთულად, მე კიდევ ვაზრიადებთ, ვაბუქებთ, წარმოვიდგენთ ამის გართულებულ ვერსიებს და რა თქმა უნდა, აქ ამ ყველაფრის დანახვა შორმაძილზე ძალიან რთულია, მაგრამ თუ კუბიკებად და საფეხურებად დავშლით და აგურ დავიწყებთ ამ დიდი პრობლემის დამუშავებას, მივხვდებით, რომ ძალიან ჩვეულებრივად ხელმისაწვდომია ამ პრობლემაზე გამკლავება და რეალურად პრობლემა არასდროს არ არის. რაღაც განტოლებას ავითარეთ ჩემთვის და ვიწყებ ამ განტოლების ამოხსნას, რომლის ამოხსნის შემდეგაც უფრო ჭკვიანი და გამოცდილი ვიქნები ამ საკითხში. ამიტომ თუ რაღაც პრობლემა არის ჩემთვის არის ეს, მოდი აბა ამაზეც გავიმარჯვოთ. და ამაზე გამარჯვებას ავყავართ კიდევ ახალ საფეხურზე, რასაც მივყავართ ჩემი თავის უკეთეს ვერსიამდე კი არა, ჩემი თავის და შესაძლებლობების უკეთ გაცნობის და გააზრების საშუალებას მაძლევს, რაც იწვევს ჩემში თავდაჯერებულობას, ოღონდ სხვა კუთხით, ესეთ თავდაჯერებულობას კი არა, თავდაჯერებულობას და ნდობას, რომ თუ რაღაც ახალი სირთულე მოხდება, იმასაც გადავლახავ, რადგან ეს ერთხელ უკვე გამიკეთებია. ამიტომ მოგიწოდებთ, რომ შევეცადოთ მეტად დავტკბეთ ცხოვრებით, თავისი სიკეთეებით და სირთულეებით, რადგანაც ყველაფერს თავისი დადებითი კუთხე აქვს.